დაზიანებული სანაგვე ურნები, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი ნაგავი და არასაკმარისი რაოდენობის ურნები ქალაქის ქუჩების დაბინძურებას ხელს უწყობს. 25 მეტრი უნდა იყოს ერთი მეორეს დაშორება, ურნა. აი აქ თუ სადმე ნახავთ და ურნა ტერიტორიაზე ხო ზია ხალხი უნდა მოწიოს სიგარეტი, უნდა დაისვენონ, უნდა სადგია შევამოწმოთ რა, არსად არ არის ურნა, ხო? არ უნდა იდგას. ბევრჯერ მინახავს მომტრეული, დაგდებული ისე მათ და ამას რაღაცა გარკვეულწილად უნდა კონტროლი. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. შეხედავ რომ გონია ადამიანს რომ დგას, მაგრამ სინამდვილეში არ ვარგა. ნაგავიში გარჩერდება და არაფერი, მაინც სიბინძურია და არის ნაგავი ქალაქში მიმოფანტული. მინახავს ბევრი გატეხილი, ჯირგამოცლილი, მაგრამ რატო, რა მიზეზით ეს არ ვიცი. საკმარისად არ არის ურნები ალბათ და უნდა დაამატონ და წესრიგი იყოს სისუფთავე ყველგან. ნაგვის ურნები მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურაში არის, მცირე რაოდენობით არის, რაც არის, ისიც კი მოუწესრიგებელი და დაზიანებული არის. ეს ზოგან საერთოდ მოტეხილია, ზოგან საერთოდ არ არის, არ დგას, დამტრეულია, ზოგი დამწვარიც არის, დაღუნული, ამის მოწესრიგებაც აუცილებელი არის. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად კი 2015 წლიდან საჯარიმო სანქციები გამკაცრდა. მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, ანუ 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით იწვევს 80 ლარს დაჯარიმებას ერთჯერადად, ხოლო განმეორების შემთხვევაში შემდეგ იმატებს 100 ლარი და 120 ლარამდე ადის. ანუ საბურავები შედის მუნიციპალურ ნარჩენში, ანუ 5 ერთეულამდე საბურავის გარემოში თვითნებურად დაგდება იწვევს ჯარიმას 150 ლარის ოდენობით, აგრეთვე ბატარეები და ასე შემდეგ. ხოლო სამშენებლო და სხვა ინერტული მასალებით გარემოს დანაგვიანება 150 ლარი. სიგარეტის ნამწავზე ჯარიმა არის 120 ლარი. ამ კანონს აღასრულებს 3 ორგანო, ეს არის გარემოს დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობები და შინაგან საქმეთა სამინისტრო, პატრული ძირითადად. ჯარიმების თავიდან აცილება დაზიანებული ურნების პირობებში მოქალაქეებისთვის რთული ხდება. ესე იგი, ვინც სიგარეტს გადააგდებს, დაჯარიმდება. მივდივარ სპეციალურად ისეთ ადგილას, რომ ესე იგი ურნები უნდა იყო, სადაც სამსახურში მივდიოდი, მოვწიეს სიგარეტი, გადამაგდეს სიგარეტი, ურნა არ არის არსა, ვაკვირდები. 2 პოლიციელი მოდის. ჯარიმა გადავიხადე. მე ვუთხარ ჯარიმა როგორ გადავიხადე? ახლა გავიხედოთ სად დგას, აქ დამანახეთ ოღონდაც არსად არ დგას ისე ახლოში, რომელიც ურნაზე ვლაპარაკობთ, ეხ რომ ადამიანებმა ისარგებლონ და მე იძულებულები ხდებიან და ეთყობა თან ჩვევაში აქ უკვე გადასული, იმიტომ რომ არ არის მოწესრიგებული ეს საქმე. მეც მაგალითად პირადად ბევრჯერ მომიწია რომ ხელში ან ჯიბეში შევენახა ნაგავი და შემდეგ ნაგვის უნდრამდე ამის მითანა მომწევია ჯიბით და ავით მე ვისურვებდი რომ ეს ნაგვის ურნები მოწესრიგებული ყოფილიყოს ჭიათურაში. მოსახლეობის აზრით საჯარიმო სანქციების შემოღებამდე აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო. უნდა იყოს ურნები ჯერ მოწესრიგებული, რომ მე პასუხი მოეთხოვოს კაცო იმას, აბა ახლა სად წაიღებს ის ადამიანი თუ არ არის ურნა. უნდა იყოს ურნა და მე თუ წესრიგი იქნება და ურნები იქნება ყველაფერი, მაშინ აღარ ეპატიება იმ მოქალაქეებს, დაბინძურება სიგარეტია თუ რაცა. ნაგვის ურნები მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურაში არის, მცირე რაოდენობით არის და ქალაქისგან მოშორებით დგას ხალხისთვის მიუწვდომელი არის მაშინ ნაგვის მოთავსება და თან ჯარიმები ამაზე ძალიან დიდია და კარგი იქნებოდა თუ ეს ნაგვის ურნები ხელმისაწვდომი იქნებოდა ხალხისთვის. ვისაც ევალება რომ გააკეთოს და არაკეთებს, იმას უნდა ქონდეს ეგ ჯარიმა, მოსახლეობას კი არა. ანალოგიური შეხედულება აქვს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ჭიათურის სერვის ცენტრის უფროსს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ცოტა ნაადრევი იყო, ესე იგი ჯერ უნდა მოწესრიგებული იყო ინფრასტრუქტურა. ჩემი აზრია ეს ესეთი. მე უკვე საჯარიმო სანქციებზე მე უნდა ყოფილიყო საუბარი. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში დაზიანებული ურნებისა და გამკაცრებული საჯარიმო სანქციების ფონზე მიიჩნევენ. იმ შემთხვევაში თუ ურნა დაზიანებულია და ანუ ნაგვის ჩაყრა გამოიწვევს კიდევ ჯარიმას, მოსახლეობამ უნდა მოძებნოს ალტერნატიული ურნა, სადაც ჩაყრის ნაგავს, ხოლო დაზიანებული ურნის შემთხვევაში აცნობოს სამსახურს, რომელიც გამოცვლია.
როდესაც კანონი მიიღეს, ანუ ყველა კანონს სჭირდება სამოქმედო გეგმა, რის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. ეს გეგმა არის შემუშავების პროცესში. სამინისტრო მუშაობს ამ გეგმის შემუშავებაზე, რომელიც იქნება მზად 2016 წლის დეკემბრამდე. მანამდე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით და შეჩვევის მიზნით, ამიტომ ხორციელდება ეს ჯარიმები. ზოგადად ცნობიერება არის ძალიან დაბალი მოსახლეობაში. დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ჭიათურის სერვის ცენტრის უფროსის ინფორმაციით სანაგვე ურნები 6 წელი არ შეცვლილა, თუმცა ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ახალი ურნების შეძენაზე უკვე გამოაცხადა. ძირითადად ურნებია განთავსებული ცენტრალურ ქუჩაზე და ასევე სკვერებში, ყველა სკვერში. უმრავლესობა მათგანი არის უკვე ამორტიზირებული. ანუ ზოგი ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო და ზოგი კიდე თვითონ უდიერად მოპყრობის მიზეზით. რაც გადმოვიბარა ეს სამსახური პერიოდულად მე ვცვლიდი დაზიანებულ ურნებს, მაგრამ რაც შეეხება ახალს არ შეგვიძლია. მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ესე იგი შევიძინოთ ახალი ურნები და განვათავსოთ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე. უკვე დოკუმენტაცია მზადდება სატენდეროდ, გამოცხადდება ტენდერი. ვიდრე ტენდერი გამარჯვებულ ფირმას გამოავლენს და ქალაქის ქუჩებსა და სკვერებში ახალი ურნების დამონტაჟებას დაიწყებს, მოქალაქეებმა გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ. ჩააგდონ ნაგავი დაზიანებულ ურნაში, საიდანაც ის მაინც ქუჩაში მოხვდება თუ სიგარეტის ნამწვი, ნაყინის ქაღალდი ან ცარიელი ბოთლის სახლში მიიტანონ.